ვარ ლიზი ტრიფონოვა 14 წლის. ვსწავლობ მე-11 საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა არის ხატვა და კარატე. უკვე 4 წელია დავდივარ კარატის წილს. კარატეზე იმიტომ შევედი, რომ კარგია ჯანმრთელობისა და ჩემი თავის დაცვა რო ვისწავლო. ჩემი საყვარელი ილეთი არის უშურო მოვაში გერი. ეს ილეთი არის უკნიდან არტყამ ფეხს თავში. უკვე 4-ჯერ მქონდა შეჯიბრება და 4-ვეჯერ პირველი ადგილი ავიღე. ყველაზე კარგად დამოვხსოვდა პირველი შეჯიბრება. ანუ პირველად ვიყავი შესული და თეთრი ქამარი მქონდა მაგ დროს და პირველად რომ მოვიგე ძალიან გამიხარდა და არ ველოდი რომ ავიღებდი პირველ ადგილს. ახლა მაქვს მწვანე ქამარი, ყვითელი ხაზით მესამე Q. შემდეგი არის მესამეს მეორე Q მოდის, პირველი და მერე შავი ქამარს ავიღებ. ყველაზე რთული არის კატები, ანუ როცა ბარებ ქამარზე, ეს არის ყველაზე ძნელი. ანუ უნდა დაიმახსოვრო ასეთ ყველაფერი. სხვადასხვა ილეთები უნდა გავაკეთო და ყველა ილეთები უნდა გადავაბოთ ერთმანეთს. ჩემი გეგმა არის, რომ საქართველოს ან ევროპის ჩემპიონი გავხდე. მაქვს კარგი მონაცემები და ხელს მისწვავს ყველაფერი. რო გავიზრდე, გამოვარ კარატის მასწავლებელი ან მხატვარი. ხატვა ძალიან მიყვარს და 3 წელია დავდივარ სამხატვრო სკოლაში. სამხატვრო სკოლაში ვსწავლობ არქიტექტურობას, პორტრეტებსაც ხატავთ და ნატურმორტებსაც. მე ყველაზე ხშირად ხატავ ანიმეს პერსონაჟებს. ანიმეების ყურება არის ჩემი ჰობი. ჩემი საყვარელი ანიმე არის Demon Slayer. ამ ანიმეში დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ერთ-ერთი მთავარი გმირის მუჩო ტოკიტო. ერთხელ მქონდა გამოფენა და სამწუხაროდ მე არ დავსწრებილა. ჩემი დროის უმეტესი ნაწილი ხარჯება კარატეში, ხატვაში, გავკვეთილების გაკეთებაში და საოჯახო საქმეებში. ჩემი პერსონალ გამოფენას ვისრულებდი იაპონიაში. ჩემი სკოლა ამიტომ მიყვარს, რომ კარგი მასწავლებლები გვყავს, კლასელებიც ძალიან კარგები არიან და კარგი გარემოა. ჩემი საყვარელი საგანი არის ინგლისური. მყავს ორი საყვარელი მასწავლებელი, ელენე კახიძე და თამელა დუმბაძე. ჩემი აზრით ორივეს განსაკუთრებულად უყვარვარ. ახლა მინდა ვიყო 5 წლის, იმიტომ რომ ბაღი ძალიან მომენატრა. მე მქონდა კარგი ბავშვი და უკვე ძალიან მენატრები. სახლში ცხოვრობ მე, დედა, მამა და ჩემი ორი და. მეტი და-ძმა არ მინდა მყავდეს, იმიტომ რომ ესენიც მყოფნიან ნერვების მომშლელებლად. ჩემი და არის 11 წლის და ქვია მარი. ის არის ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული. ჩემი აზრით მარი რო გაიზრდება, გამოვა არქიტექტორი. მეორე და არის 4 წლის და ქვია ელენე. ელენე არის ცელქი, ძალიან უყვარს ჭამა და ძილი. თამაშიც. ის ალბათ გამოვა ბიზნესმენი. ექნება ბევრი ფული და ყველას გვიპატრონებს. მე მყავს ძალიან კარგი ოჯახი და სულ მინდა ერთად ვიყოთ. ახლა მომიყვარის გენს და ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა. ის არის სიმპათიური, შრომელი და მხიარული და კარგი ადამიანი. მე ვარ მომიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, მხიარული და საქმიანი. მე მყავს ყველაზე კარგი დედიკო და მომიკო მთელ დედამიწაზე. ჯადოსნურის ჯოხი რომ მქონდეს, გავაჩენდი ჩემი ოცნების სახლს. ეს სახლი იქნებოდა 5 სართულიანი და იქნებოდა დიდი ეზო. ასევე მექნებოდა კარგი სპორტული მანქანების კოლექცია. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა, რომელი სუპერზალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს ტელეპორტაციის სუპერზალა. დროში მოგზაურობა რო შემეძლოს, ვიმოგზაურებდი 27 საუკუნის იაპონიაში. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად გავფრინდებოდა კოსმოსში. მე მაგალითად კოსმოსში გავფრინდებოდი ჩემს შუათანადასთან ერთად. ჩემი ოცნება არის, რომ ხატვა დიზაინერი გამოვიდი და კარატის მასწავლებელი. ბედნიერება არის ხატვა და ოჯახთან ერთად მოგზაურობა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.